მადლობა მეგობრებო. გამარჯობა, როგორ ხართ? ვინი გუნდავა? ის და ეს არა საგუნდაოდ წასვლა. მე ეს გუნდა მყავს, ეს მინდოდა გამეყავანა თოვლში და მეთქი შოქში არ ჩამივარდეს თქო. ეს უნდა გამეყვანა თოვლში სკვერში. ვინ ფიქრობთ რომ ეს თოვლში რო გამეყვანა ვეღარც ვიპოვიდი. ბასასი თოვლში და რო აღარ ჩანს საერთოდ. ძალიან საყვარელია კი. მეგობრებო, აბა ვინი გუნდავეთ? აი ეს ხოვრება, აი ეს ხალხნო, აი ეს როგორ უნდა გამეყვანა თუ არა ეს საგუნდაოდ მითხარით, აი ეს. აი უნდა გამეყვანა თუ არა საგუნდაოდ დამიწერეთ. აი მე თვითონ სიცოცხლეა ეს. მიდი ხარ? აბა მეგობრებო, როგორ ხართ? მოვედი თქვენთან საჭიროოდ მოვედი ბასასი გამექცა მეგობრებო. გადავხედოთ მეგობრებო, მოდი გამარჯობა ყველას გამარჯობა. ეხლა ესეთი რაღაცა მაინტერესებს მეგობრებო. ეს რაღაცა მაინტერესებს. ყავას რო ვსვამ ხოლმე ან ჩაის, TikTok-ი რატომ ადლევს გაფრთხილებას, რომ ეს რაღაცა სუბსტანცია მოაშორეო. თორე დაგბლოკაო, კვანტგული გაჩვენეო. მოდი. ბაჭის უნდა ამოსვლა და ვერ ამოდის. გამარჯობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ გამარჯობა. ალკოჰოლი გონია გასაგებია ლიზი. გამარჯობა ლიზი. ბიჭგო 13 გამარჯობა. ჯავახას მოსწონს მარიამი, კი თუ მეკითხებით. წელზე შემოხვია ერთ გოგოს ხელი და არა მგონი. ალკოჰოლზე ბლოკავს და მარიკო ძალიან დიდი მადლობა. ანუ ყველანაირი სასმელი გონია ალკოჰოლი. გასაგებია მარიამი ჩართეკთხოვო. გამარჯობა მეგობრებო, შეერიგდნენ ჯავახა და მარიამიო. მეგობრებო, ხა იქიდან დავიწყოთ, რომ
ნახე მე რასაც გპირდებოდით ხალხო ეგ გავაკეთებ ეხლა გადავგზავნო ესე იგი ესე იგი მეგობრებო მე რასაც დაგპირდით ასე ვთქვათ შევასრულე ესე იგი მეგობრებო რომ თხოვდით რომ მარიამი მოიყვანე ლაივში რა გავაკეთე გუშინ როგორც კი ვნახე ავდექი და მოიყვანე თქვენთან ლაივში მეტი რა ვქნა გული გვაჩვენეთ აი გული მუზების ფართიზე ხალხნო რანაირად წავალთ არ გადამრიოთ ეხლა აი ვისთვის გვიმეტებთ ხალხნო არ გადამრიოთ მუზების ფართისთვის როგორ გვიმეტებთ მარი კოფისოსთვის დიდი მადლობა გამარჯობა მარიტა გამარჯობა ყველას გამარჯობა მეგობრებო ვინ თვლით რომ აი რახან ჰაუსზე მეკითხებით ვინ თვლით რომ მარიამი რო წამოვიდა ჰაუსიდან ჰაუსი გახდა უინტერესო დამიწერეთ გამარჯობა გულიკო გამარჯობა მეგობრებო აი დამიწერეთ ვინ თვლის რომ მარიამი რო წამოვიდა პროექტიდან მას მერე ჰაუსის ყურება არის უინტერესო ტოქსიკ ანეტა მარიტა მარიამი ბარბარე no one Kristi Noza Nuki და ასე შემდეგ მეგობრებო მეც ასე მგონი არ ვიცი ხა სად არის ჩემი მოდელი თიკო რომელიც გახდა TikTok celebrity იმიტომ რომ მარიამს უჭერდა მხარს და ხუმრობებს ბრიჯიტ გამარჯობა გვანცა ვიყარხარ მეც ვიყარხართ მეგობრებო მე გუშინ სულ მაგას ვყობოდი მარიამს რომ უსაყვარლესი ფანები გყავს თქვა აი უსაყვარლესი მე და მარიამი ვიყავით გუშინ მეგობრებო გვიანობამდე ერთად და მე სანამ ვიყავი მარიამთან ერთად ნუ ძალიან გვიანობამდე იქ ჯავახა არ იყო ანუ მე რასაც ვიცი იმას გეუბნებით მე რა მოხდა მე რომ სახლში წამოვედი და ეს იყო ძალიან გვიან თოვდა და ასე შემდეგ არ ვიცი მეგობრებო მე სიმართლე გითხრათ მარიამი ყველა ნაბიჯს ყველა გადაწყვეტილებას მე არ მითანხმებს ასე რომ თავისუფლად შეუძლია ისე მოიქცეს ხოლმე მარიამი როგორც გაეხარდება უბრალოდ ძალიან ბევრი ვიჭორავეთ კი ალექსანდრე არა ფხიზლები girls girl ვუთხარი გადავეცი ყველას თქვენგან დანაბარები girls girl კიდე გამარჯობა გვანცა გამარჯობა მარიამი და ჯავახა კი აი მარიამი და ჯავახას ვუპასუხე შეკითხვა რაც მომწერა ბარბარე გულები მეგობრებო რამდენი გულებია როგორ მიხარია
გადავეც მეგობრებო, ყველა თქვენგანის დანაბარები, დიდი სიყვარულები და პოზიტივები გადავეცი, რა თქმა უნდა. მართლა ბრუნდება პროექტში. მეგობრებო, პროექტში დაბრუნებას რაც შეეხება მარიამის თაობაზე, ხო. მოდი ვთქვათ ისიც, რომ მე მარიამის მაგივრად ვერ გეტყვით ვერაფერს. უბრალოდ ეხლა რასაც ვიტყვი და ზოგადად მე ლაივში რასაც ვამბობ ხოლმე, ეს არის ჩემი შეხედულება და ჩემი აზრი. მეგობრებო, ეხლა გუშინ მარიამი რომ ვნახე, მოდი ეხლა ვთქვათ, რომ რაც ვილაპარაკეთ, ყველაფერს აქ ვერ გეტყვით. აქ ამაზე შევთანხმდეთ, ხო? იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი საუბრები, მაგრამ დაბრუნებაზე ჯერ დაბრუნებაზე მოკლედ ისეთი რაღაც ხდება. ძალიან დიდი მოთხოვნა მარიამის პროექტში დაბრუნებაზე. ძალიან დიდი მოთხოვნა მარიამზე და ძალიან ბევრი გულშემატკივარი წერს TikTok-სეც, Facebook-სეც ყველგან, რომ მარიამი დაბრუნდეს და არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ეს ერთი. ამის თაობაზე რა თქმა უნდა მარიამაც იცის, რომ ძალიან ბევრ მის გულშემატკივარს უნდა დაბრუნება. უბრალოდ ახლა მარიამის მხრიდანაც გავითვალისწინოთ მეგობრებო, რომ ძალიან დიდი სტრესიდან და ძალიან დიდი ნეგატივიდან გამოაღწია და გამოვიდა. ძალიან ძალიან დიდი სტრესიდან და ძალიან დიდი ნეგატივიდან გამოვიდა ხალხო. ეს რას ნიშნავს, რომ მე მაგალითად არც ერთ ჩემ ახლობელს არ ვუსურვებდი იქ დაბრუნებას, იმიტომ რომ თქვენ უყურებთ გარედან, ხო და მე ვიცი შიგნიდან რა ხდება. ეს ერთი. მე სანამ ვიყავი ნეგატიური ფონი გაასმაგდა მას მერე, რაც მე წამოვედი. ეს კიდე ერთი მიზეზი. ხვდებით ხომ? ანუ მე რო ვიყავი, მეც ხო შევწუხდი იქ ყოფნით და ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი. და ამის მერე, რაც მე გამოვედი ჰაუსიდან, ნეგატიური ფონი გაასმაგდა და აი ეს აგრესია, ბოღმა, შური და ასე შემდეგ იმ ადამიანებისგან წამოვიდა ასმაგი. ანუ მარიამი რეალურად იმიტომ რომ ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან ძლიერი ადამიანია და ასე შემდეგ უმკლავდებოდა ბევრ რაღაცას, რა იქ ნეგატიურ რაღაცებს უმკლავდებოდა. მაგრამ რამდენად სურს იქ დაბრუნება, არა ხალხო, სურვილი იქ დაბრუნების მარიამს არ აქვს, თუმცა გადაჭრით მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შესაძლებელია მარიამაც შეიცვალოს აზრი, შეიძლება ყველაფერი გლადიუს დიდი მადლობა. შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მე აქ გესაუბრებით ხოლმე ჩემს აზრებს. მე პასასიმ უკვე დაიძინა ხალხნო. შესაბამისად, თუ მე ვინმე რამის მკითხავს რჩევას, ახლა გულწრფელად გეტყვით, ვიცი რომ იქ ძალიან ბევრს გინდათ მარიამის დაბრუნება და ასე შემდეგ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით. მე მარიამი იქაურობისთვის არ მემეტება ხალხნო. ანუ გარედან კიდე სხვანაირი ჩანს მარიამი, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ძლიერი გოგოა და ასე შემდეგ, ხო? პიროვნება არ არის მსხვერპლი და მიმიშველეთ, ცოდოვარ, მომხედეთ და ზოგ-ზოგერთმა რო იცის იქ ჰაუსში. თუმცა ძალიან დამღლელია, რაც არ უნდა ძლიერი ადამიანი იყო, ხალხნო, ძალიან დამღლელია აი ესეთი ნეგატივის ატანა, მოსმენა, გაძლება, გამკლავება და ასე შემდეგ.
მე რა გითხრათ ხალხო მარიამი არ მემეტება იქაურობისთვის და იქ დასაბრუნებლად მე მარიამი არ მემეტება იმიტომ რომ ვიცი როგორი გარემოა იქ და რაც წამოვედი იქიდან გააცმაგდა და გაათმაგდა ეს ნეგატიური გარემო შესაბამისად ჩემი პერსონალური აზრია რომ იქ მარიამი აღარ უნდა დაბრუნდეს, თუმცა ეს მარიამის გადასაწყვეტია მეგობრებო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე აქ არაფერს არ ვნიშნავ და ვწვიტავ. კი, მაგრამ ჯავახაო, მეგობრებო, ჯავახა და მარიამი თუ გადაწყვეტენ ახლო ურთიერთობას, არა შეუძლიათ არავინამაში ხელს არ შეუშლის. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჯავახაზე ახლა არის ენით აუღწერელი და არანორმალური წნეხი. ძალიან დიდი წნეხია და ის ნეგატივი, რაზეც იყო ხოლმე მარიამზე, ახლა რა თქმა უნდა მარიამი აღარ არის და პირდაპირ წამოვა ჯავახაზე. შესაბამისად, ჯავახა როგორც ადამიანი ძალიან გულშემატკივრობთ რა ვქნათ ხო ქრისტი ჩაგელიშვილი მოდერი არა გვყავს ჩემი ორი მოდერი თიკო და ალექსანდრე არ ვიცი მეგობრებო სად არიან შესაბამისად ეტყობა არც ალიათ და პირადს ყველაფერს ვნახულობ ხოლმე მეგობრებო ვიდეოებს რასაც მიყრით ყველაფერს ვნახულობ ძალიან მომწონს ხოლმე თქვენი ედიტები რა ვიცი ყველას ვაგულებ ვარეპოსტებ გაფოლოვებ და ასე შემდეგ ანუ ზოგი ისეთ საყვარლობა ედიტებს აკეთებს ახლა გუშინ რაღაცა სტორიები და ლაივები რო დავდეთ უსაყვარლესი ედიტები და ვიდეოები გააკეთეთ ხალხო რო იყო ლორენცო და ჯავახა კორპორატიულზე რო იყო ლორენცოსთან ვიდეოს რო იღებ და რა ხდებაო ლორენცოსთან ვიდეო რაც გადაიღო ჯავახა მეს ვნახე რომ იყო ხუმრობა რომ რას ვიფიქრებდიო რომ რუსთავიორის კორპორატიულზე ლორენცოსთან ერთად ვიქნებიო და ეს გაიღადავა მან რა თქმა უნდა გაიხუმრა იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი ჰაუსელი ხალხო შარშან ამ დროს ვერ ვიფიქრებდით რომ ჰაუსი დაგვემართებოდა საერთოდ ეს არის ბოლო 2 თვის ამბავი მოულოდნელი ხა ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი რაც ჰაუსში შევედი და ჰაუსში შემოვიდე ჩემს ცხოვრებაში და ასე შემდეგ და დაწვრებულება ალბათ სხვაებიც ესე არიან და ნუ ხა შარშან ამ დროს ვერც ჯავახა ვერც ლორენცო ვერც მე და ვერც სხვა ჰაუსლები ვერ ფიქრებდნენ რომ ჩვენ ახლა ჰაუსის ამბებში გავეხვეოდით მოდერი ხახნო რად გინდათ ისე მოდერს მომცემო მეგობრებო გქთხელ გეხვეტები პირადი ნახევ პირადს ვნახავ აუცილებლად პირადს აუცილებლად ვნახავ მეგობრებო რომ არის დაბრუნდეს არის კი ბატონო შესაძლებელი გვანთა შეიგდებიან თუ არა ჯავახაო და მარიამიო ეს მაგაცია დამოუკიდებული და ამას აუცილებლად ალბათ ვნახავთ რატომ ვნახავთ იცით ხო ჯერგეთ ჯავახა არ მალავს ესეთ რაღაცებს ხო საკმაოდ გულღია და გახსნილი ადამიანი და შუა ლაივზე ყვირო და პარასკევს წინა პარასკევს რომ მარიამი მიყვარს ანუ არ მალავს ხალხო არაფერს მაგის გამო შეჭავეს და გადაუარეს ჩვენ მე
მესიჯები დამაფოლოვეთო სოფი ნახულობ ყველაფერს ხო და რადგან ჯავახა რეალიტშია შესაბამისად ვნახავთ ხომ ყველაფერს ერთადერთი დათო ჩიკვაიძებიც მიყვარხარ ხვალ არ და ხოლ რა ხალხო პროექტში ბარიამს ახალ მონაწილეებზე მეგობრებო ვინ გაიგეთ რომ ახალი მონაწილე შეყავთ გოგო სად არის ის ახალი კიდევ ერთი მონაწილე ბაჩო რო უნდა შესულიყო მარიკო მარიამა თქვა ხვალ ღამის 4-ეო, ანუ ბრუნდება თქვენ მაგას ამბობთ. მეგობრებო, გუშინ მარიამს ჩემთვის არ უთქვამს, რომ დავბრუნდებიო. ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, დაბრუნებაზე და იმაზე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა დაბრუნება. რა თქმა უნდა ვუთხარი რომ გარეთ ყავს უამრავი გულშემატკივარი და უსაყვარლესი გულშემატკივრები და ასე შემდეგ ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრეთ მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ და დაუფარავად მარიამს არ უთქვამს რომ შესვლას აპირებს არ უთქვამს თუმცა აქვე ვიტყვი რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ყველაფერი შეიძლება გადასხვაფერდეს მეგობრებო, დღეს ვინი გუნდავა? აუ რა ცუდია, მეც ვიყარხარ. სოლომე. სოფია, მითხარი რომ ფეიკი არ არის, ძალიან მიყვარს, ეგორი არ მინდა გული დაწდეს. მე ძალიან მიყვარს და ფეიკი არ არიან ხალხმო. არც ერთი, არც მეორე არ არის ფეიკი. მე რა გითხრათ? დიანაზე რას ფიქრობ? კარგს არაფერს. სოფი პროექტის გამო არ აკეთებდნენ მართლა მოსწონთ ერთმანეთს კატასად არის და ძინავს მეგობრებო ადგა ცოტა ხანი აი ესე მოვეფერე ჭამა და ისევ დაიძინა დამხობა რეჟიმს დავბლოკოთ რა თქმა უნდა ჯერ რეჟიმ დამხობა რეჟიმს ესე რომ მაგას რომ დაირქმევ ხა ცოტა ესე იგი ხალხ მარიამი რომ დაადგა მომინატრეო და მეცო ესე იგი შერიქდნენ ანუ ალბათ შენ გულისხმობ ფანჯართან რომ მივიდნენ მეგობრებთან ერთად ხო სოფი ალბათ მაგას გულისხმობ ხო მეგობრებმა სთხოვეს ადმინებმა მეგობრებმა სთხოვეს და თავისი ძაღლუკა წაიყვანა გაასეირნა ძალიან საყვარლობა იყო კი
და მუზები როგორ აპროტესტებდნენ, რომ რას ქვიაო, აქო მოვიდაო იგაო. მარიკო, რა მკითხე ვერ დავინახე. ანიკ იკავა აუცილებლად. ვეთ ძალიან მიყვარს, ეს იღვიძებს ხოლმე მოვეფერები, მე წვება ისე ვიძინებს. სტორებზე ვდებ ხოლმე ჩემ კატას და ძალიან ბევრი გულები მოსდის. თავარი ირემი გამარჯობა. მარიკო, რა გინდა მოდერი? მოდი ამივცეთ მარიკოს მოდერი. მარიკო, პატარა ხარ ხო შენ? რამდენი წლის ხარ მარიკო? მარიამი დარჯანია. მარიკო, რამდენი წლის ხარ? მესიჯებდა იქნება ლაივის შემდეგ მომწერო. სოფი მოგწერ აუცილებლად. მარიკო 13-ის. ანიკ იკავა დავაფოლოვოთ. თვითონ არ მაფოლოვებს ანიკ იკავა, მაგრამ ჩვენ დავაფოლოვოთ. დიანა თუ თინათინიო, მე მგონი დიანა სეისოს პასუხობ. მე მგონი დიანა. მეგობრებო, ვინც პატარები ხართ, მაგალითად 12 წლამდე ბავშვები თუ ხართ აქ, ხალხო, ვერც დაგაფოლოვეთ, ვერც ჩაგრთავთ, იმიტომ რომ მე მეგობრებო, რაღაცა წესებს ვეწინააღმდეგებით უკვე TikTok-ის, ხო? სოფი, იმედია მიპოვიო. სოფი, მომწერე ინბოქსში და აუცილებლად გიპოვი, რა თქმა უნდა. ეხლა მეგობრებო, ვინ ფიქრობთ, რომ რაც მარიამი წავიდა, მას მერე უინტერესო გახდა ჰაუსი. აი, გულახდილად მითხარით, ოღონდ გულახდილად, ანუ გულახდილად თუ არ მეტყვით, არ მინდა. ნახავ აუცილებლად ლაივის პირდაპირ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის. ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის. ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის და ესეთი რაღაც მაინტერესებს ახლა. ცის გეთანხმები. ქრისტე შაგელიშვილი ვნახავ აუცილებლად. გიორგი მესხი, მე აღარ ვუყურებ, რაც მარიამი წავიდაო. გიორგი მესმის შენი ძალიან კარგად. სანდრო მაისურაძე, ვინ არის ბოროტი და რატომ თვლი რომ ბოროტია? ეგეთ გითხარი, აბა. ჯავახას გულშემატკივრობთ ეხლა ხალხნო, აბა რა. ჯავახას როგორ არ ვუგულშემატკივრობ? ნუ მე მეგობრებო, ჯავახას გულშემატკივრობ მარიამის გამო.
და ასევე იმის გამო რომ აი ამ დანარჩენ ნეგატიურ ადამიანებთან ფაქტობრივად დარჩა მარტო. ახალ მონაწილეებზე რას ვფიქრობ? ანასტასია ძალიან საყვარელი გოგოა, ძალაბაზი გოგოა. ეს ბიჭი რო არის ლაშა, დიდად არანაირი ტასოო, ხო? ანასტასია, ანუ ტასო ძალიან საყვარელი ძალაბაზი გოგოა. უბრალოდ ძალიან ერებს უშლიან მაგასაც, მუზები დალელუ. და რაც შეეხება ამ ახალ ბიჭს, რა ქვია ამ ახალ ბიჭს, რომელიც ძალიან მაგონებს ბონდოს. ბონდო ვის გახსოვთ ხალხნო? ვის გახსოვთ ხალხნო ბონდო? ძალიან გავს ეს ახალი ბიჭი ბონდოს. ხმით, საუბრით, ქცევებით. ლაშა ხო, ლაშა. მეორე ბიჭს რა ერქვა? კიკინიანს რო წავიდა. დათომ ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ როგორც დათომ თქვა, მე მინდოდა რომ ჩემი პროფესიით გამომეჩინა თავი და ხო დიდად ვერაო, რა თქმა უნდა, იქ პროფესიით თავის გამოჩენას არავინ არ გაცდის, რამე თუ მან არის ძირითადად ნეგატივზე აქცენტი. აუცილებლად მეტყოდა კი user 1-2-3 მეტყოდა აუცილებლად და გეტყოდით კი ბატონო. სანდრო მაისურაძე არ ვარ ბებია ჯერ არ ვარ ბებია, მაგრამ ნუ მე სამომავლოდ გავხდები კი ბატონო. ჩემი შულები არ არიან დაოჯახებულები, შესაბამისად არ შულები არ ყავთ და შესაბამისად სანდრო ბებია არა ვარ. სეისო ლორენცო მართლა მოგწონსო? ვინ გითხრა? ლორენცოს რა აქვს მოსაწონი? ნატალია ყიფშიძე. ეს დაუბლოკოთ, იმიტომ რომ ფეიკი აკაუნტით არის შემოსული. წერება მოდის მესიჯებიო. კი ბატონო, სოფი დაგაფოლოვე და შენ მესიჯებსაც წავიკითხავ ოღონდ ლაივის მერე. ჯერჯერობით არა. ქრისტი ჩაგელიშვილი დავაფოლოვოთ კი ბატონო. მეგობრებო, ეხლა ჩემ აზრს გეტყვით, ოღონდ რახან ბევრი მწერთ მარიამზე და ჯავახაძე გითხარი, მარიამზე და ჯავახაძე გითხარით, მაშინ ჩემ აზრს გეტყვით. არ ვიცი, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ. აგერ ვნახავთ რა იქნება და როგორ იქნება, მე გეტყვით ჩემ აზრს. მე მგონია რომ ესენი შერიგდებიან. მალევე შერიგდებიან. მაგრამ თქვენ არ ვიცით ურთიერთობაში ყოფილხართ თუ არა, შეყვარებული ყოლიათ თუ არა. მგონია რომ პატარები ხართ, ხალხნო, ძალიან ბევრი ადამიანი ხართ, ასაკით პატარა. ანუ შეყვარებულებში გაბუტვები და უთანხმოებები ხდება ხოლმე. ანუ წყვილი და ურთიერთობა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და სულ ესე მონოტონურად ერთ ტონზე არ მიდის ხოლმე. არის ხოლმე სიხარულები, წყედები და ასე შემდეგ. როგორც ყველა ურთიერთობაში, მარიამის და ჯავახას ურთიერთობაში, რომელიც ფეიკი არავითარ შემთხვევაში არ არის, არის ხოლმე ესე ვთქვათ, მსგავსი ტიპის და მსგავსი ხასიათის რაღაცა მოვლენები. შესაბამისად, რადგან ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, იმიტომ რომ ორივე იყო რეალიტი შოუს
მონაწილე შოუდან. აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო მეტად მომსწრენი ვართ ამ ადამიანების ურთიერთობებში, თორე ყველა შეყვარებულში ხდება ხალხო ესეთი რაღაც, რომ დავშოთ ერთი გაიბუტა, მეორე გაიბუტა, მერე შერიგდნენ, მერე ისე, მერე ხან ბაკურიანში წავლენ, ხან გასართობად წავლენ, ხან ისე წავლენ, ხან ის წავლენ, ანუ ეს არის ხოლმე ხან ერთი ეჭვენებს, ხან მეორე ეჭვენებს. ანუ ეს რაღაცები ხახ რომ არავის არ უყურს, არის ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენები. შესაბამისად ცდება ამიხთავები რა საყვარელი ხარ. შესაბამისად ჩვენ უბრალოდ რადგან ესენი არიან reality shows პერსონაჟები და მონაწილეები, უბრალოდ ყოველდღიურობას და მაგათ ურთიერთობას ვუყურებდით ეკრანზე. და ამიტომ ვიცით ესე ყველაფერი დეტალი, თორე რა ვიცი, შეყვარებულები ძირითადად თან მით უმეტეს ახალგაზრდები, რომლებიც უფრო ემოციებზე არიან ხოლმე, ძალიან ხშირად კამათობენ, ეს არის რეალობა. მე არ ვამბობ კარგია, ცუდია, უბრალოდ რაც არის იმას ვამბობ. ეხლა მგონია აქ რო ხართ პატარები ხალხნო, რაღაც ისე წერთ, ისეთ რაღაცებს წერთ, რომ მგონია რომ ასაკით ხართ პატარები. და ჯაბხამ გარეკავს იქ არაწვენენ ხალხნო, ლორენცო რასაც იტყვის, ყველაფერს ნუ დაუჯერებთ. ნახავ პირადს ვნახულობ ხოლმე, რასაც ვიდეოებს მიგზავნით, ედიტებს მიგზავნით, მთარგავთ და ასე შემდეგ, ყველაფერს ვნახულობ, მერე ვარეპოსტებ და ასე შემდეგ ძალიან მომწონს ხოლმე. ხო და მარიამს რაც შეეხება იმ ცნობილი უთანხმოების მერე, მეგობრებო, მარიამმა ბოდიში მოიხადა. მარიამმა უთხრა ჯავახას, რომ შეეშალა, ბოდიში მოუხადა და ასე შემდეგ. ეხლა ამ ყველაფერს ზოგადად წყენას, გაბრაზებას რა ახასიათებს ხოლმე, ხო? ბავშვებო, დიდებო, რა ვიცი, რა ფრხელებიც ხართ მოკლედ. ურთიერთობაში წყენას და ესე იგი უთანხმოებას რა ახასიათებს? პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ხოლმე ის, რომ რომელიმე უნდა გადადგას ნაბიჯი. რომელიმე, ეხლა არ ვამბობ მარიამზე და ჯავახაზე, ზოგადად ურთიერთობებზე ვამბობ, რომ შეყვარებულები რო არიან, ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ რაღაცა რომ მოხდება, უთანხმოება, წყენა და ასე შემდეგ, ერთ-ერთმა გადადგას ნაბიჯი. აი, ერთ-ერთი რო უკვე ნაბიჯს გადადგავს და პატიებას ითხოვს, შეცნობას აღიარებს, ბოდიშს მოიხსნის და ასე შემდეგ, უკვე მერე ნახევარი საქმე გაკეთებულია და უკვე ახლა მეორე ადამიანიც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად პოზიტიურზე არის ხოლმე ამ შემთხვევაში განწყობილი, თუ რაღაცა ოპატიებელი არ მოხდა. საუბარი მაქვს ხალათზე, თუმცა ბევრი მაგალითი ვიცით, რომ ყველაფერი უპატიებიათ. მე ჩემი აზრი არის ესეთი, რომ მარიამს შეცდომების მიუხედავად რაღაცა განსაკუთრებული ესეთი ტრაგიკული უპატიებელი დანაშაული არ ჩაუდენია. რაღაცა რომ შეეშალა, რაღაცა რომ არასწორად გააკეთა და ასე შემდეგ, ეს არის ერთი საკითხი და მეორე საკითხია, რომ რაღაცა ისეთი გააკეთოს ადამიანმა, რომელზეც დაუშვათ არანაირი იმ ადამიანთან აღარ გინდოდეს ურთიერთობაში და წყვილში გაგრძელების უნარი, ხო, ესეც ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მარიამის შემთხვევაში ხო მთელი ვადევნებდით, ხო, ეს დღეები და მანამდე თვალყურს და არაფერი უპატიებელი არ გაუკეთებიათ. ჩემი აზრია ეს, მეგობრებო, და არ ვიცი თქვენ თუ გნებავთ სხვანაირად იფიქრეთ. ვაიმე, რაღაცა გამოხდა, ვაიმე. ძალიან swipe left to close. ხო, რაღაცა ეკრანი გამოხდა. ვიღაც სტერუკა მარიამი დაიბლოკები შენ, რა თქმა უნდა.
კი პრინცესა აუცილებლად ჩემი აზრითო ერთხელო დალია და ვერაკონროთა აღარ უნდა დალია, მაგრამ ლორენცო არის მანიპულატორი. ნინო კი ბატონი. ანი კიკავა ძალიან მაგარი ხარ, მადლობა ანი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო გულებისთვის და მარიამი მოწყენილი მომეჩვენა უგუშინო მეგობრებო არ მოგეჩვენათ მარიამი ჯერ ვთქვათ რომ არის ძალიან დასტრესილი გადაღლილი ნეგატივისგან და ასე შემდეგ ნეგატივისგან არის დასტრესილი და გადაღლილი მე ეკრანს რა დაემართა და შესაბამისად სიხალისე და ის რა თქმა უნდა არ იყო თიკა შენი მოდერატორია თიკა ჩემი მოდერატორია და სად არის თიკა ხო და შესაბამისად აი ვინები გინდა გავარდეს ვის უგულშემატკივრო ხალხ ნუ არც ვიცი ნუ კარგი ჯავახას უგულშემატკივრებ ანასტასიასაც უგულშემატკივრებდი არ ვიცი მოკლედ როგორც მარიამს ესე რა თქმა უნდა ვერავის ვერ უგულშემატკივრებ I'm sorry პრინცესა დაგაფოლოვე დიახას ჯავახა მართლა მოსწონს მე მგონია ხალხო რომ მოსწონს კი იმიტომ რომ მარიამის და ჯავახას love stories-ზე ისე ბრაზდებოდა და ისე მწარდებოდა რომ მე მგონია რომ მოსწონთ ჩარბაძე კარგად ვარ შე როგორ ხარ დადგმულია ჰაუსიო არა მეგობრებო არ არის დადგმული ტასო გამარჯობა ჯაბა არ დამიკლავს კი მე მგონია რომ მართლა მოწონს კი სესო დიდი მადლობა ვარდისთვის აუთსაიდერები ჯორჯორობით არ დასახელებუნან მეგობრებო